ფიზიკა. ექსპერიმენტი 6. ნავი ბოთლში. ამ ექსპერიმენტისათვის გვესაჭიროება ბოთლი განიერი ყელით. საცობი ან სხვა რაიმე საგანი, რომელიც შეასრულებს ნავის როლს, სადაც მოვათავსებთ სანთელს, რომელსაც პლასტელინის მეშვეობით დავამაგრებთ. ასევე დაგვჭირდება წყალი. და ექსპერიმენტი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, გამოვიყენოთ საღებავი. ვიღებთ სანთელს, ვათავსებთ და ვამაგრებთ პლასტელინით საცობში. გამოგვივიდა ერთგვარი ნავი. შემდეგ თეფშზე ვასხავთ წყალს. გამოვიყენოთ საღებავი. ვანთებთ სანთელს და ვაფარებთ თავზე ბოთლს, ისე რომ ბოთლის ყელი არ ეხებოდეს თეფშის ძირს. რატომ შეიწოვა ბოთლმა წყალი? სანთელი როდესაც იწვის, ბოთლის შიგნით წვავს ჟანგბადს. ანუ ჟანგბადის რაოდენობა მცირდება, რაც იწვევს ბოთლში წნევის ვარდნას. ბოთლში წნევის ვარდნა უნდა იყოს დაბალანსებული. და იგი დაბალანსდა ბოთლში შეწოვილი წყლის სვეტის წნევით. როდესაც სანთელი იწვოდა, იზრდებოდა გაზის ტემპერატურა ბოთლში. ხოლო როდესაც ჩაქრა, გაზის ტემპერატურამ ბოთლში დაიწყო დაცემა. და შესაბამისად დაიწყო დაცემა წნევამაც ბოთლის შიგნით. წნევის ვარდნა ბოთლის შიგნით ისევ დაბალანსდა შეწოვილი წყლის სვეტის წნევით.